ჩვენ კი განვაგრძობთ 18-დან 30 წლამდე მწერლებს თუ პოეტებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს თუ მხატვრებს, რეჟისორებს თუ მსახიობებს, სხვადასხვა დარგში მოღვაწე ხელოვანებს წითნანძლის პრემიის მისაღებად კონკურსზე იწვევენ. კიდევ ერთი სტიმული მათთვის შექმნან პროდუქტი, რომელსაც სათანადოდ დააფასებენ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან წითნანძლის პრემიის ორგანიზატორი ნინო ქალაკიძიშვილი, ასევე მწერლები ანინა სტეფანიძე და გიორგი კეკელიძე. დილომშვიდობის, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. გაბატონო ნინო, 1998 წელს დაარსდა ეს პრემია. ბატონი ზურაბ ჟვანიას მიერ რა იყო თავიდან იდეა? როგორც მე ვიცი, იმიტომ რომ მე არ ვესწრებოდი ამ მოვლენებს პროცესს. ზურა იყო ჩასული წინანდალში, სადაც იმართებოდა ახალგაზრდა ხელოვანებთან შეხვედრა. ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი იყო ამის ორგანიზატორი ბატონი ზურაბ გაეკარაშვილი. და გუბერნატორი იყო გია არსენიშვილი მაშინ და მოგეხსენებათ ახლა როგორია წინანდალში ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად როგორი იდეების ინსპირირებას იწვევს ეს გარემო და ლაპარაკი იყო იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ ხელოვანებს ჰქონდეთ რაღაცა სტიმული და მაშინ გაჩნდა ეს იდეა რომ გაეკეთებინათ ესეთი პრემია. იცი რა ზურას უყვარდა საერთოდ ნიჭიერ ხალხთან ურთიერთობა, ახალგაზრდებთან ურთიერთობა, თვითონ ძალიან ახალგაზრდა იყო. საკმაოდ აქტიურად უწყობდა ხელსაც მახსოვს მისი ორგანიზებული კონცერტები, ასე შემდეგ სულ გაჩაობდა ასე თქვა. ხო, ჯერ ეს ერთი მათი აზრი აინტერესებდა ყოველთვის, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ყველაზე ზუსტი შეფასებები აქვთ ხოლმე ყველაფრის, თუნდაც პოლიტიკური მოვლენების, თუნდაც რაღაც საზოგადოებრივი სიტუაციების და ამიტომ სულ უნდოდა რომ ახლოს ყოფილიყო მათთან და ეს არის პრემია 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ყველა დარგში თითქმის ხელოვნების 8 ნომინაცია რას მოიცავს პრემია და საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდის, იმიტომ რომ თქვა კინოხელოვნებაში რთული არ არის ზოგადად ჯიურისთვის შეფასება, იმიტომ რომ კინოხელოვნებაში ერთმანეთს უნდა შეადარონ მსახიობი და თქვა რეჟისორი ერთმანეთს უნდა შეადარონ. ამ შემთხვევაში როგორ ხდება გადანა? ხო, საკმაოდ რთულია, სხვა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხო არ გაგვეკეთებინა უფრო შეზღუდული ნომინაციები და უშუალოდ ყოფილიყო წელს კინოხელოვნება ყოველ საოპერატორო ნამუშევრისთვის, მაგრამ არა, თვითონ კომისიამ გადაწყვიტა, რომ ჯობია ესე უფრო ფართედ განიხილავდნენ და უფრო ღირებულების მიხედვით შეფასდეს ის, რაც ყველაზე ღირებული გაკეთდა წლის განმავლობაში, იმის გამოყოფა მოხდეს. აი, მუსიკაშიც ძალიან ძნელი იყო მაგალითად, იმიტომ რომ კლასიკური მუსიკა, როკი, ჯაზი, ყველაფერი ერთად იყო და კონკურენცია ძალიან რთულია შეაფასოს, მაგრამ მაინც ახერხებენ და ეთქო, მაინც ღირებულება გამოკვეთილი რაღაცაა და გარდამისა წინანდლის პრემიას აქვს ის, რომ განსაკუთრებით მიაქცევს ყურადღება იმას, რაც ნოვატორულია, რაც ახალია და ამის მიხედვით გამოარჩიოს. საუკეთესოები. გიორგი, შარშანდელი გამარჯვებული პოეზიაში ხარ შენ და იყავი ბოლოს ღორზე, ხო, ასაკობრივ კატეგორიაში. ზოგადად შენი აზრით ახალგაზრდა ხელოვანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ესეთ ახალისებას, ესეთ სტიმულს, ესეთ? მე მგონი რომ ძალიან დიდი. მე ვფიქრობ რომ ამგვარი პრემიების არსებობა ყოველგვარი პატენტიკის გარეშე და თუნდაც ვთქვათ გრძნობელობის გარეშე, იმიტომ რომ მე ვარ ამ პრემიის გამარჯვებული არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თემატური ტიპის კონკურსები და თემატიკაში ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოვიაზროთ გარკვეული ასაკობრივი ჯგუფიც არის ხოლმე ყოველთვის უფრო კონცენტრირებული და გულისხმობს ყველაზე ესეთ კარგი გაგებით მომავლის აღმოჩენას. შესაბამისად, თქვათ, ასეთი ტიპის პრემია ერთი მხრივ არის არა მხოლოდ სტიმული ახალგაზრდისთვის, რომელიც შეიძლება თქვათ, რაღაც 20-21 წლის იყოს და წერდეს ისეთ, თქვათ, არაკომერციული ტიპის დარგს, როგორც არის ამ წუთას პოეზია, ასევე უშუალოდ გამომცემლებისთვისაც, რომლებიც ნახავენ რომ აი ძალიან პრესტიჟულმა ჟიურიმ გადასცა ძალიან პრესტიჟული პრემია და შეიძლება ამ წიგნის გამოცემა ღირდეს. ანუ ასეთი ტიპის პრემიები უწყობს ლიტერატურული პროცესს, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ
იმ დარგზე და ჟანრზე, რომელშიც მე მოღვაწეობ, გამოცოცხლებას. მით უმეტეს ამ პრემიას აქვს კარგი უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ ის მოიცავს თქვენს აღნიშნეთ ძალიან ბევრ, ვთქვათ, მიმდინარეობას, ბევრ დისციპლინას, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სახელოვნებო ტიპის პრემია და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი ტესტიც ახალგაზრდობისა, იმიტომ რომ როდესაც ეს ახალგაზრდა ესა თუ ის ახალგაზრდა ამ პრემიას მიიღებს, მე საზოგადოების ყურადღება მიიპყრობა მის მიმართ და შესაბამისად ძალიან კარგად არის გასაანალიზებელი, ადვილად არის გასაანალიზებელი ის ან ცნობილი მოარული ფრაზა, აი რა თაობა მოდის, რა გვეშველება და ასე შემდეგ. მართლა ასე არის საქმე, თუ არის გაცილებით უკეთესად. მე მგონია, რომ საქმე არის გაცილებით უკეთესად და ამას დარწმუნებული ვარ, რომ მე მიმდინარე პრემიის გამარჯვებულებით დაადასტურებ. ანინა, პირველი წელი იყო შარშან, როდესაც მიიღეთ მონაწილეობა და პირველივე წელს მიიღეთ პროზაში საუკეთესო შეფასება. გაიმარჯვეთ. რა мотивაციით წახვედით თქვენ ამ პრემიაზე? პირველ რიგში იმის გამო, რომ ესეთი პრემიები არის იშვიათობა და გინდა რომ იყო მონაწილე ეგეთი მოვლენის. ანუ იმის რომ წინანდლის პრემია, რომელსაც აქვს ესეთი ისტორია და წინანდლის პრემია, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობდა ახალგაზრდების ახალისებას, გინდა რომ მართლა იყო ამ მოვლენის მონაწილე. მართლა თუნდაც ნომინანტობა იყო ძალიან საამაყო და მხოლოდ მაგაზე რომ მორჩენილიყო ჩემი მონაწილეობა, მაინც ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი. არ ველოდებოდი ნამდვილად გამარჯვებას, იმიტომ რომ მართლა ღირსეული კონკურენტები მყავდნენ და ვფიქრობდი, რომ რომელიმე მათგანს რომ გაემარჯვა, ასეთივე ღირებული იქნებოდა. არც ერთი არ იყო მათგან ისეთი, რომლის გამარჯვებაც არ იქნებოდა კარგი. თუმცა აღმოჩნდა ესე, რომ ჟიური დამასახელა მე და ვიყავი ამით ძალიან ბედნიერი. კიდევ ერთხელ აღნიშნავ მართლა იმას, რომ იქვე ისეთი ატმოსფერო იყო, თუნდაც როცა საუბრობდით დაჯილდოების შექმნაზე, მე დაჯილდოების დროს მუსიკა, გაფორმება, ყველაფერი იყო ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია ნამდვილი ახალგაზრდული პრემია. და აი ის მუხტი, რომელიც გვაქვს ახალგაზრდებს და რომლის ასახარისებლად შეიქმნა, პრინციპში ძალიან მაგრად იგრძნობოდა იმ მომენტში. და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ ისეთივე არა. და მართლა მინდა რომ ადამიანებს ვთხოვოთ, რომ გამოიტანონ სააშკაროზე, რასაც აკეთებენ, იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვანია ის. შეიძლება რაღაც მომენტში ეგონოთ, რომ ახალგაზრდები არიან და არავის არ აინტერესებს, რა კი ჯერ გამოცდილება არ აქვს, რა კი რაღაც სახელი არ აქვს, მაგრამ ეგრე არ არის. და ამას ადასტურებს წინანდლის პრემია. ნამდვილად, იმიტომ რომ ქალბატონი ნინო 98 წლიდან მოყოლებული თავიდან რა თაობაც იყო მაშინ რომ იღებდა მონაწილეობას, წელს ისინი შემდგარი ხელოვანები არიან და ძალიან კარგად იცნობს მათ საზოგადოება. ერთგვარი ტრამპლინს იყო ალბათ მათთვის წინანდლის პრემია. ტრამპლინს იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ლაშა მოგაზია ხო ნამუშევრის გამოყოფას ისახავს, ესე იგი, წინანდლის პრემია მიზნად, ასევე მათ ამ ხელოვანების პოპულარიზაციასაც ემსახურება. ხო, მაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, ნიკა მემანიშვილი, გოგი ძოძუაშვილი, ნატო მეტონიკი, ესენი ყველანი არიან ის ხალხი, რომელსაც 15 წლის წინ მიიღეს ეს პრემია და დღეს უკვე ისინი არიან კომისიის წევრები და ჩვენი დამხმარეები. შეუძლია თუ არა ადამიანს ორჯერ მიიღო თქვა მონაწილეობა შარშანდებული მონაწილეს წელს. გამარჯვებულს აღარ შეუძლია მონაწილეობა, თორე მონაწილეობა შეუძლია. შეუძლიათ ასე სხვადასხვა ნომინაციაშიც მოსინჯუნძალებით. რამდენიმე ნომინაცია შეუძლია რომ. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც აფასებს? ალბათ არ გაამხელთ ჟიურის ვინაობას, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, ეს კომისია იცვლება წლიდან წლამდე, წევრები რჩება თუ როგორ ხდება? იდეა ორ ეტაპად მიდის კონკურსი. ჯერ შეერჩევა 3 ნომინანტი თითოეულ ნომინაციაში და შემდგომ უკვე ბოლო დღეს ამ 3-დან ერთი ხდება გამარჯვებული. 3 ნომინანტი შეერჩევას აკეთებს სამკაციანი კომისია, რომელიც საკმაოდ დიდხანს მუშაობს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ინფორმაცია მოდის ამის გადამუშავება არ არის ადვილი საქმე. და მე უკვე ბოლო დღეს ხდება ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას. პოეზიისთვის გიორგი ლობჟანიძე იყო შარშან, პროზისთვის იყო ლევან გიგინეიშვილი. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალიან კომპეტენტური შემფასებლები გვყავდეს. მუსიკაში იყო ლექსო თორაძე მაგალითად. თქვენ რამდენად ფერებით ქალბატონი ნინო შერჩევაში რომელიმე დარგის? მე, იმიტომ რომ მე რაღაცა მაგალითად პროზაში ტორესამუსი ძალიან მომწონდა, ძალიან მინდოდა გამარჯვებული ხო. არა ნომინანტი არ გახდა. ძალიან მომწონდა ლია ლიქოკელი და
მაგრამ გიორგიმ გაიმარჯვა. აი ეს ადასტურებს იმას, რომ თქვენგან აბსოლუტურად არ არის დამოკიდებულება ხდება აღნიშნოთ. ყველაზე უფრო რაც ტიპის ამგვარი ტიპის ინიციატივებს პრემია იქნება ეს თუ სხვა რაღაც სახის აქტივობა არ ხდება არის წვეტა და შესაბამისად თქვათ აი ეს დაახლოებით 10 წლიანი წვეტა იყო თუ არ ვწდები თუ ცოტა მეტიც ალბათ ყველაზე უფრო არ წაადგა ამ პრემიას და მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ რომ ეს პრეზიდენტის ფონდი იქნება მომავალში თუ სხვა დანარჩენი ორგანიზაციები რომლებიც გვერდში დაუდგებიან მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა და ასე შემდეგ აუცილებლად შეინარჩუნებენ ამ პრემიას და აღარ იქნება ამ ხელა წვეტა რაც ერთი მხრივ საზოგადოების მეხსიერებაში თქვათ რაღაც თვალსაზრისით აბუნდოვანებს საკითხს და მეორე მხრივ თვითონ ახალგაზრდებისთვის არ არის კარგი. ნამდვილად. თავდანინა. კარგი და გარდა ამისა რაღაცა პოლიტიკური კონტექსტიც ამ პრემიას არ უნდა გქონდეს. სრულად თავისუფალია და ეს მართლა ახალგაზრდებისთვის კეთდება და ნამდვილად კარგი საქმეა და დაეხმარება ახალგაზრდებს. ტექნიკური დეტალებიც რა ვთქვათ, გავიტანო 15 დეკემბრამდეა განცხადების მიღება, საკმაოდ დიდი დროა ხელოვანებს შეუძლიათ ამ 8 ნომინაციაში გადანაწილდნენ, როდის გამოვლინდებიან უკვე გამარჯვებულები. წლის ბოლოს 3 ნომინანტი შეირჩევთ, სადაც 15 იანვრისთვის ვარაუდობთ, რომ უკვე იქნება საბოლოო ფინალური დაჯილდოების ღონისძიება. ხო, აი ანანომაც ილაპარაკა ამის თაობაზე, რომ ჩვენ შევეცადეთ, რომ თვითონ ახალგაზრდებმა გააკეთონ რაც შეიძლება მეტი ამ კონკურსისთვისაც ძალიან ბევრი მიმუშავეთ თუნდაც უკვე წელს რომ გაგვერკვია როგორი უნდა ყოფილიყო უკეთესი როგორ გამხდარიყო ეს პრემია და გარდა ამისა ყველაფერი პრიზი, ლოგო, მუსიკა, კლიპი, მონაწილეები ყველაფერი თვითონ აკეთებენ. ანუ ეს მათთვის არის სამუშაო. და აქვთ ერთ-ერთი საშუალება რომ თავენთი თავი გამოხატონ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომაც არის რომ გამოვიდა ისეთი როგორიც მათ უნდათ. და არა ისეთი როგორც იქნება იანვარში. დაველოდებით. თუმცა მართლა გითხრათ ისე დავმეგობრდით მათთან და გადამიყვანეს თავის ჭკუაზე და ძალიან მომწონს ეს ამბავი რომ კარგია. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები და რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებებს.